აი შედი შენ ოთახში და სანამ იმას არ დაამთავრებ, ერთ თავს არ გამოხვიდე იქიდან. ბავშვს არ უყვარს კითხვა, მაგრამ ცოტას მოგთამავ, პატარა სტიმულს მიცემ და იქნება მიხვდეს რა კარგი რამეა, ხო? და $100 თუ მომცემ, წავიკითხავთ იქ საბარას ვისამ. არც მათახია საჭირო, არც თაფლაკვერია საჭირო, ფულს თუ უხდი შვილს კითხვაში, სწორს აკეთებ თუ არა. არ წახვიდეთ არსად, პასუხმა შეიძლება გაგაოცოთ, მაგრამ არის მანდ ერთი მინუსი. შვილი ყავს, რომელსაც წიგნის კითხვა არ უყვარს, ან რა ვიცი, მუსიკის მეცადინეობა, ან ვარჯიში, მაგრამ მოდი წიგნის კითხვა ვთქვათ და თან სხვა რამეებს ვიგულისხმებთ. სწორი იქნება, რომ ასე ვთქვათ, 10 ლარი გადავუხადოთ წიგნის წაკითხვაში. აკეთებს ხოლმე ხალხი, საქართველოშიც და შარშანწინ იყო ვიღაც ტიპმა დაწერა New York Times-ში, რომ 12 წლის შვილს გადავუხადე $100 ერთი წიგნის წაკითხვაში და სწორადაც მოვიქეციო. მაგრამ სწორად მოიქცა. რას ამბობს მეცნიერება? თითქოს ლოგიკა ამაში არის, რომ ბავშვს არ უყვარს კითხვა, მაგრამ ცოტას მოგთამავ, პატარა სტიმულს მიცემ და იქნება მიხვდეს რა კარგი რამეა, ხო? თითქოს ლოგიკურია, მაგრამ არის მანდ ერთი ნიუანსი. ეს ეხლა რასაც უყურებთ, არის ერთი ეპიზოდი ვიდეოების სერიიდან, სადაც ვიღებთ ხოლმე ერთ კონკრეტულ შეკითხვას და მე მევატარებ პატარა კვლევას, რას გვეუბნება ამასთან დაკავშირებით მეცნიერება, რა კვლევები არსებობს, რა თეორიები არსებობს და მე ამას თქვენ გიყვებით. სხვადასხვა კუთხით ვუდგებით ხოლმე და ამ საკითხზე კვლევის ჩატარების შემდეგ ვიფიქრე, რომ უპრიანი იქნებოდა, რომ დღეს თქვენთვის უფრო ერთი ძალიან გავრცელებული და გავლენიანი თეორიის შესახებ მომეყოლა, რომელიც ზუსტად ამ შეკითხვას ცემს პასუხს. ფულს თუ უხდი შვილს კითხვაში, სწორს აკეთებ თუ არა. ეხლა, ვიდრე საქმეზე გადავალთ, ვიდრე ამ თემაში თავით ბოლომდე გადავეშვებით, ასეთი რამე ვიფიქრე, რომ ამ გადაცემების ყოველი სერიის დასაწყისში, ვიდრე კვლევას ჩავატარებდე, მოკლედ გითხრათ, თავიდან რა წინასწარ-განწყობით მივდექი ამ საკითხს. მგონია, რომ მნიშვნელოვანია, რომ მაყურებელმა იცოდეს, ვინ ელაპარაკება, რა პოზიცია უჭირავს ამ ხრივ და ეგეთი რამეები. იცოდე რა, ვინ გეუბნება და რას გეუბნება. ხო და მე თვითონ ორი შვილი მყავს, ეს საკითხი როგორც ბევრ მშობელს მეც პირადად მეხება და ჩემი წინასწარი მიდგომაც მქონდა, რა ვიცი, მე თვითონ ფულს არ გადავუხდიდი, არ დავსჯიდი მით უმეტეს და ვიდრე კვლევას დავიწყებდი, პრინციპში პასუხი უკვე ჩემთვის მქონდა. ისევე როგორც ალბათ თქვენც გაქვთ, ვიდრე ჩემი კვლევის შედეგებს მოისმენთ. ჩემი პასუხი იყო, რომ წიგნის წაკითხვაში ფულის გადახდა ალბათ კითხვის სიყვარულს ვერავის გაუღვივებს, უფრო მგონია, რომ შეიძლება დაუშაოს. მაგრამ ბოლომდე არა ვარ ამაში დარწმუნებული, იმიტომ რომ ჯერ ერთი მგონია, რომ შეიძლება რაღაც კარგი მაინც გამოიღოს, აკეთებს ამას ხალხი. ასევე მგონია, რომ ამის საპირისპირო მიდგომა ხანდახან ამართლებს ხოლმე. ანუ ჯილდო კი არა, მუქ არ აჭრის ხოლმე. ეხლა კიდევ ერთხელ, მუხარას და დასჯას არ მიმართავ ხოლმე ბავშვების აღზრდის დროს, მით უმეტეს წიგნის კითხვასთან დაკავშირებით, მაგრამ ვიცი, რომ სხვები მიმართავენ. და ისიც ვიცი, რომ ხანდახან მგონი ჭრის, როგორ არის ეგ ამბავი. მოდი მივყვეთ. თავისი არსით ეს თემა, ანუ ჯილდო და სასჯელი კითხვის სანაცვლოდ. რეალურად არის мотиваციის თემა, რომელსაც უკვე დიდი ხანია შეისწავლიან ბევრი სხვადასხვა მეცნიერები. ანუ სხვადასხვა სფეროდან ბევრნაირი ფსიქოლოგები, სოციალური ფსიქოლოგები, განათლების ფსიქოლოგები, კოგნიტური ფსიქოლოგები, ნეირომეცნიერები, პედაგოგიკა, მოკლედ. და ბევრი მათგანის აზრით, უხეშად რო ვთქვათ, არსებობს ორნაირი мотиваცია. ინტრინსიკული და ექსტრინსიკული. ანუ ჩვენ ენაზე რო ვთქვათ, შინაგანი და გარეგანი არის. აბა, რატო გითხარით ის ორი ტერმინი? ხანდახან კარგია უცხო სიტყვები რო იცი. რა იცი რაში გამოგადგეს? რა იცი ვიზე მოახდინო შთაბეჭდილება? რა ვიცი. ხო და ეს შინაგანი мотиваცია არის, როდესაც წიგს კითხულობ, იმიტომ რომ გსიამოვნებს, გინდა, გაინტერესებს. გარეგანია, როდესაც ჯილდოს ელოდები. ასე თეორიულად ჯილდო შეიძლება ეფექტიანი იყოს მოკლევადიანად. ეხლა $100 თუ მომცემ, წავიკითხავ ციგს საბარას ვისამ. მაგრამ გრძელვადიანი ეფექტისთვის ეს შეიძლება იყოს არც თუ ისე კარგი. ანუ ის ინტრინსიკული мотиваცია თუ არ გამიჩნდა, კითხვა იქნება თუ სხვა რამე იქნება, ტანჯვად დამრჩება. ხო და ასე ერთი შეხედვით ჩანს, რომ შინაგანი мотиваცია ყოველთვის აჯობებს გარეგანს, ხო? ანუ კი სავით მაგრამ მანდაც არის ერთი ნიუანსი. საქმე იმაშია, რომ რეალურ ცხოვრებაში რთულია ხოლმე, რომ ესე სუფთად და ლაზათიანად გაყო, ეს мотиваცია გარეგანია, ეს კი შინაგანია. თან გააჩნია, ხო ზოგჯერ წიგნი შეიძლება იმიტომ წაიკითხო, რომ გართობა გინდა, სიამოვნებს, ზოგჯერ დავალება გაქვს ან გჭირდება რაღაცაში. ზოგჯერ კიდე უბრალოდ სიამოვნებას რომ მიიღებ, ეგეც საკმარისია, თქვა წიგნით წაიკითხე, რახან მაგაზე ვართ, მაგრამ თან ზევდენ ვინმე თუ შეგაქებს, ან კარგი ნიშანს მიიღებ, ან რა ვიცი, ფულს მოგცემენ, ეგეც კარგი мотиваტორია, არა? მაგას როგორ ვალაგებთ?
დღეს мотиваციის ყველაზე ფართოდ გავრცელებული და ალბათ წამყვანი თეორია არის ეგეთი ტიპი, ქვია თვითდეტერმინაციის თეორია. თვითდეტერმინაციის თეორია, რომელიც ამბობს, რომ ადამიანის мотиваციას განსაზღვრავს 3 ძირითადი ფსიქოლოგიური საჭიროება. ეს არის ავტონომიურობა, კომპეტენტურობა და მიკუთვნებულობას წერენ ხოლმე ქართულად relatedness არის ინგლისურად. ამ სამს აგიხსნით ორ წამში და გეტყვით რომელია უფრო მნიშვნელოვანი, ასე რომ არ წახვიდეთ არსად, პასუხმა შეიძლება გაგაოცოთ. მეორე არის სწორი, მაგრამ თან გამოგადგებათ ალბათ. მაგრამ ჯერ მოდი ეს ჯილდოს საკითხი გავიაროთ ბოლომდე. ამ თეორიის ავტორების დისის და რაიანის თანახმად, ჯილდო შეიძლება იყოს ორნაირი, მაკონტროლებელი და საინფორმაციო. ანუ მიხვდებით, ახლა რა იგულისხმება, მაკონტროლებელი ჯილდო არის, როცა მშობელი ბავშვს აკონტროლებს. ამით რაც თავში ვახსენეთ, წიგნი წაიკითხე და 10 ლარს მოგცემ. და არაერთი კვლევის თანახმად, ამან შესაძლოა კარგი გააკეთოს კი არა, შეიძლება უფრო დააშავოს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი უკვე კითხულობს თავისით. ანუ ამ დროს კვლევებმა აჩვენა რეალური, თანმიმდევრული და ხელშესახების შედეგი, რომ ბავშვს, ვისაც ჯილდოს პირდებოდნენ კითხვის სანაცვლოდ, მომავალში კითხვა აღარ უნდებოდა. იმიტომ რომ სიამოვნება კი არ იყო საქმე დექცა, რომელსაც ახლა თუ გადაგიხდიან, გააკეთებ, ისე ვინ არის ახლა სულელი, რომ უფასოდ იმუშაოს. ყველას გვექნია, მაგრამ მაინც. თუ აი ჯილდოს გარეშე არ წაიკითხავს ბავშვი ისედაც არაფერს, ამ დროს ამ პატარა სტიმულმა შეიძლება რაღაც საქმე გააკეთოს, მაგრამ ყურადღება უნდა მივაქციოთო, ეკონომისტი როლანდ ფრაიერი გვეუბნება, რა შემთხვევაში გამოყოფ ჯილდოს. მოკლედ არსებობს ჯილდო input და output-ისთვის, ქართულად შემავალი და გამომავალი იქნება და იდეა არის ესეთი, რომ წიგნი წაიკითხე და 5 ლარს მოგცემ ჯობია, ვიდრე 10-იანი მიიღე სემესტრის ბოლოს, 10-იანებს იღებენ ხო ახლა და 50 ლარს მოგცემ. წიგნის წაკითხვა არის input. ანუ ბავშვისთვის ცხადია რაც უნდა გააკეთოს, გაზომვადი ძალისხმევაა. ნიშანი მიიღე არის output. შეიძლება არ იცოდეს რა უნდა ქნას, რა უნდა იყონოს. ეს რაც შეეხებოდა მაკონტროლებელ ჯილდოს. მაგრამ არის მეორენაირი საინფორმაციო ჯილდო, როდესაც ბავშვები ამ ჯილდოს პრიზს იღებენ მოულოდნელად დაუგეგმავად. ანუ ვარა, კარგად წაიკითხე, წამო პიცავ ჭამოთ. ამ დროს ეს ჯილდო ქრთამად კი არ აღიქმება, არამედ უფრო სიურპრიზად. და უფრო ხელს უწყობს мотиваციას და სხვა შორის ამ კვლევის თანახმად პიცაზე უფრო ეფექტიანი ან ფულზე შეიძლება შექება იყოს. რომ შვილო ის რთული სიტყვა იყო და რა კარგად წაიკითხე, იმიტომ რომ ამ შექებით გაუძლიერდათ, ხო გითხარით, 3 საჭიროება არის мотиваციისთვის მეთქი. ეს არის კომპეტენტურობის განცდა, მეორე საჭიროება. ხო და გადავიდეთ იმ 3 საჭიროებაზე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი არის ავტონომიურობა, ეს არის არჩევანის და საკუთარ ქმედებებზე კონტროლის განცდის მოთხოვნილება. კითხვის შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ შენ გადაწყვიტე, რომ წაგეკითხა. ვინმემ კი არ დაგაძალა, შენით მოგინდა. მეორე კომპეტენცია არის ეფექტიანობის და ქმედუნარიანობის შეგრძნების მოთხოვნილება, ანუ ჩვენ შემთხვევაში ეს არის განცდა, რომ შეგიძლია ადვილად წაიკითხო, გაიგო რა წერია, რა ხდება, ამბავს მიყვენ. მესამე არის მიკუთვნებულობა, ეს არის სხვებთან კავშირის და მათი ზრუნვის შეგრძნების მოთხოვნილება. ანუ ეს არის შეიძლება იყოს რომ მშობელთან ერთად კითხულობ და ერთად ხართ და რაღაცა გისწორდებათ ერთად. ან შეიძლება მშობელი არ იყოს და მეგობრებთან ერთად მერე განიხილავ ამას და ეს არის კარგი. ეს 3 რო იცოდეთ, ანუ ბავშვების мотиваცია კი არ არის, ყველასია, დიდი ან პატარიანად, მაგრამ ნუ ეხა პატარებზე ვლაპარაკობთ. ეს 3 საჭიროება თუ გაქვს, დაკმაყოფილებული, მერე შენში აყვავდება ეს ინტრინსიკული შინაგანი мотиваცია. ეხლა რაც შეეხება ბავშვებს და კითხვას, 3-ვე მნიშვნელოვანია, კი, მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ როცა საქმე სწავლის და კითხვის мотиваციას შეეხება, ყველაზე მთავარი არის კომპეტენცია. უпростоრად აღქმული კომპეტენცია არის, ანუ როცა ადამიანი აღიქვამს თვითონ რომ შეუძლია ამის გაკეთება. ამის გაკეთება რა არის? რთული სიტყვის წაკითხვა, მეცადინეობა ასე შემდეგ. ამ კვლევების თანახმად ბავშვმა ჯერ უნდა იგრძნოს, რომ შეუძლია წარმატებით წაიკითხოს და მერე ისწავლის კითხვის სიყვარულს. თუ გრძნობს, რომ ეს არ შეუძლია და ამას ვერ აკეთებს, ვერც ჯილდო და ვერც მით უმეტეს სასჯელი мотиваციას ვერ გაუჩენს. უფრო პირიქით არის. უფრო პირიქით კი არა, ძალიან პირიქით. ხო და ნუ თუ რამე პრაქტიკული რჩევა აქედან, ეგეთი გამოდის, რაც წავიკითხე მანდ, რომ თუ ბავშვი გრძნობს, რომ რაღაცა ვერ აკეთებს, ვერ კითხულობს კარგად, არც მათრახია საჭირო, არც თაფლაკვერია საჭირო, პირველი ანუ რაც გადასალახავია არის, რომ იგრძნოს, რომ შეუძლია. და დარჩენი მერე. ხო და ნუ კაი, მათრახი ვახსენეთ და მაგის ამბავი როგორ არის? ხო მუშაობს ხანდახან არა? ისავით ეგეც, მაგრამ ხო იცით მანდ რაც არის. Anything else?
ჯილდოდან გადავედით დასჯაზე. და ეს დასჯა სხვადასხვანაირი არსებობს და ცხადია, რომ ფიზიკურ სასჯელზე არ ვლაპარაკობთ. თუ შეიძლება ცეთ ერთმანეთს პატივი. არა. მაგრამ აი ამ წიგნის კითხვას რაც შეეხება, დასჯა არის ისიც მაგალითად, რომ თუ ამას არ გააკეთებ, შენით ამაყი ვერ ვიქნები. პირობითი პოზიტიური დამოკიდებულება ქვია მაგას მეცნიერულად, რომ აი მე შენს მიმართ მოწონებას თუ სითბოს გამოვხატავ, თუ გარკვეულ პირობებს შეასრულებ, ისე არა. რაც ახლა პრაქტიკაში იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა მოიწონო ბავშვის და შვილო ამაყი ვარ, ეგ წიგნი რო არ წაიკითხე და ნახე რა კარგად მიიღეთ ცუდი ნიშანი უთხრა, მაგრამ თვით დეტერმინაციის თეორია იტყოდა, რომ ეს კრიტიკა უნდა იყოს მიმართული ბავშვის ქმედებების მიმართ და არა მისი ფასეულობის თუ ღირებულების თუ არსის მიმართ. ანუ ბავშვმა არ უნდა იფიქროს, რომ მარტო იმ შემთხვევაში ეყარებათ თუ მოსაწონ შედეგს მიაღწევს. ისე კი ლუზერი არის და უბედური და შობლის სიყვარული რომ დაიმსახუროს, აუცილებლად ის რაღაცა ერთი უნდა გააკეთოს. ანუ ისე ამ თეორიას რომ მოუბრუნდეთ, თუ მშობელი სითბოს და სიყვარულს ბავშვის მიმართ მარტო მაშინ გამოხატავს, თუ იმან წარმატებას მიაღწია, ამას ეძახიან კონტროლის მექანიზმს, რომელიც ის სამი ფსიქოლოგიური საჭიროება, რო თქვით, პირველი ავტონომიურობა, ამ ავტონომიურობას უნადგურებს. ბავშვს პირიქით თვით შეფასებას უქმნის პრობლემას, რაც იმას ნიშნავს, რომ თავს კარგად მარტო მაშინ იგრძნობს, როცა რაღაცა გამოსდის და თუ არ გამოსდის, რაც ხშირად ხდება ხოლმე საქმეს რო ვაკეთებთ, ხან გამოგივა, ხან არა, ცხენია, ცუდად არის და მოკლედ გრძელვადიანი мотиваცია უქვეითდება. განარა, ანუ კარგად თუ დაპრესავ ბავშვს, კარგად თუ მიჩექმავ, მე შეიძლება კიდე კარგა ხანს გაყვეს და ისე მოიქცეს, როგორც შობელს უნდა, მაგრამ აი ამ თეორიაში ინტროექციულ რეგულირებას უწოდებენ მაგას, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითონ კი არ არის მოტივირებული ადამიანი, არამედ შობელი უზის თავში მთელი ცხოვრება და შიგნიდან უჩინჩინებს, რაც სტრესულია. და თან ახლა რამდენიმე კვლევის თანახმად თვით შეფასებას უნგრევს და ეს სირცხული და შიში მერე სწავლაში ხელს არ გიწყობს არაფერში. არანაირად. განსაკუთრებულად ცუდია ჩვენ შემთხვევაში აი კითხვას რომ მოუბრუნდეთ, თუ დასჯის ფორმა იქნება კითხვა, რომ აი შედი შენ ოთახში და სანამ იმას არ დაამთავრებ, ერთ თავს არ გამოხვიდე იქიდან. აი თუ რამე ცალსახად ყველაზე ცუდი რამეა ეგ არის, იმიტომ რომ ამით ადამიანს ეუბნები, რომ კითხვა არის სასჯელი და არის ასოცირებული ტანჯვასთან და სირცხვილთან და მაგრამ ამაზე რო ვთქვით, რომ აი ცალსახად ცუდია, ის წინა თუ არის სწავლი არ მეყარები არ არის ცალსახად ცუდი? მოდი ბოლო ნიუანსიც გავიაროთ. ჯერ მოდი მინდა რომ ცოტა თავი დავიზღვიოთ თქვენი შენიშვნებისგან და ხაზგასმულად თქვა რომ ეხლა რაზეც ვლაპარაკობთ არის უფრო მშობლის და შვილის ურთიერთობა, სახლის პირობებია და არა მასწავლებლის და მოსწავლის და სკოლის გარემო. ანუ გან არა ეს ახლა мотиваციის თეორია თვით დეტერმინაციის უნივერსალურია, ყველაფერს შეეხება და მასწავლებლებს ასწავლიან ხოლმე მაგას, მეცადინეობენ მაგაში, მაგრამ სკოლას კიდე თავისებურებები აქვს, უმცროს კლასელებთან სხვანაირად იქცევი, თინეიჯერებთან სხვანაირად, ნიშანი, მაგას ჩვენ არ ჩავუღრმავდებით. მეორე საქმეზე გადავიდეთ ახლა, რომ ეს თვით დეტერმინაციის თეორია კი არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული და გავლენიანი, ალბათ, ერთ-ერთი შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ ყველაზე დიდი ეს არის, მაგრამ ერთადერთი არ არის. კიდევ არის მაგალითად მოლოდინი ღირებულების თეორია, რომელიც ყურადღებას უფრო იმაზე ამახვილებს, რამდენი ძალისხმევას გაიღებს ადამიანი. კიდე არის მიზნის მიღწევის გზის თეორია, სხვებიც არის. და როიცოდეთ ვთქვათ, სოციალურ მეცნიერებებში ეგ როგორ მუშაობს, რომ ერთი თეორიის მიმდევრები მაინდა-მაინც იმას კი არ ამბობენ, რომ სხვა თეორიები მცდარია. შეიძლება კონკურენტი თეორიები იყოს, სხვადასხვა კუთხიდან უყურებდნენ ერთი და იმავე საკითხს, მაგრამ ერთი თეორიის მიმდევარი ამბობს, რომ ჩვენ აი ამ ასპექტზე ვართ კონცენტრირებულები და შეიძლება სხვა თეორია გავაკრიტიკო, იმიტომ რომ მიმაჩნდეს, რომ რაღაცა საკმარის ყურადღებას არ უთმობს, ან რაღაცას ზედაპირულად უყურებს, რაღაც სხვა ეგეთი, მაგრამ ის რომ ურჯულოებს ეგ ყველა სხვა კონკურენტი თეორია სულელები არიან, არ ჩვევიათ ხოლმე. ეხლა რომ ამზადებდე კვლევას ამ თემაზე შეიძლება რამდენიმე თეორიის სინთეზი გააკეთო და ძალიან სწორი იქნება, იმიტომ რომ იქცევა ეგრე ხალხი. მაგრამ მოკლედ, რო იცოდეთ, სხვა მიდგომებიც არსებობს, ეს არ არის ერთადერთი და ასევე არსებობს სხვადასხვანაირი კულტურები. ამას იმიტომ ამბობ, რომ ჩინელი მშობლები, ინდოელი მშობლები, სხვებიც, შეიძლება ქართველებიც იყვნენ, ხშირად ცნობილები არიან იმით, რომ ზოგჯერ ამაყობენ კიდევაც იმით, რომ ბავშვებს სწორედ თითის ქნევით და მათრახით ზრდიან და აი ასე მიაღწიეს ბავშვებმა მერე წარმატებას როცა გაიზარდნენ. ამას რითი უხსნით? ჯერტი ეგრეა? და კი, კვლევები აჩვენებს, რომ კონკრეტულად ჩინელი მშობლების ავტორიტარული სტილი დადებით კორელაციაშია წარმატებასთან. ეს შეიძლება აჩვენებდეს, რომ აი თქვათ, ჩინეთის შემთხვევაში ეს ზეწოლა არის ინტეგრირებული კულტურულ ნარატივთან, ძალიან ისე ხო არ გამომდის ზედმეტად, მაგრამ ნუ მოდი რა ვთქვათ, კულტურულ ნარატივთან, რომელიც უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს კოლექტიურ მიღწევას და ოჯახურ მოვალეობას. ანუ ბავშვი ისე მტკივნეულად არ განიცდის ამ ჩარევას, იმიტომ რომ განსხვავებით თქვათ დასავლეთში გაზრდილი ბავშვისგან, რომელიც ამას ხედავს
პირად თავდასხმას თავის ავტონომიურობაზე. ამ შემთხვევაში ჩინელი ბავშვი, ან შეიძლება ქართველიც იყოს, ან ინდოელი, ამას ზრუნვად უფრო აღიქვამდეს, ვიდრე კონტროლის მექანიზმით. იმიტომ რომ ხა კიდე ცალკე 20 წუთი სალაპარაკო საკითხია, მაგრამ როგორც ამბობენ, არსებობენ ინდივიდუალისტური კულტურები, შეიძლება უფრო დასავლეთში, მაგრამ არა მხოლოდ და კოლექტივისტური კულტურები, შეიძლება უფრო აღმოსავლეთში, ასევე არა მხოლოდ. და ეხა იქ ინდივიდუალისტურ, კოლექტივისტურიც, როგორც ხვდები, ესე ძალიან ზუსტად გაყოფილი არ არის, რომ ამ ქვეყანაში აუცილებლად ყველა კოლექტივისტია, მაგდენი აღარ მიკვლევია. ეგ შეიძლება კიდე მერე გავაკეთოთ, თუ მოგინდებათ. აი თქო ჩვენ შემთხვევა რომ ავიღოთ, ქართველები რომელ კატეგორიაში ვართ, ხო, ალბათ გააჩნია. მაგრამ აი ამ ჩვენი თემისთვის, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანია ერთი რაღაცა, კონტროლის აღქმა. ერთი და იგივე ქმედება ერთ კულტურაში ბავშვმა შეიძლება აღიქვას როგორც მასზე კონტროლის დამყარების მცდელობა და ავტონომიურობის შებრალვა, მეორეში კი შეიძლება გაიგოს როგორც ზრუნვა და არ გაიგოს რომ ის ავტონომიურობაში ერევიან. ხო და მოკლედ, ეგ უნდა ვიცოდეთ, ეგ ეგრეა, მაგრამ ისიც მართალია, რომ აი ამ კვლევების მიხედვით ეს თვითდეტერმინაციის თეორია ჩინელზეც მუშაობს, ქართველზეც და ამერიკაზეც. სტრესი ჩინელისთვისაც სტრესია, ინდოელისთვისაც და ქართველისთვისაც. როგორც ამ ყველაფრის კითხვის შემდეგ მივხვდი, უბრალოდ მანამდეც მეგონა, მაგრამ გამიმყარდა, შეიძლება მიამათრა ხო ბავშვი, წარმატებისკენ მიიყვანო, თუ ეს არის შენთვის მთავარი. მაგრამ შეიძლება ეს მიმათრახებული ბავშვი მერე ბედნიერი ვეღარ იყოს ამის გამო. ეგ არის მოკლე შინაარსი, რაც დავასკვენი საბოლოოდ. მადლობა, ვინც ბოლომდე გვიყურეთ. ეს არის ჩვენი მესამე სერია ამ ვიდეოების სერიაში. კიდევ ბევრის გაკეთებას ვაპირებთ. ოღონდ თან გვინდა თქვენი უკავშირიც, თუ რამე თემა მოგაფიქრდათ, რაც შემიძლია რომ გამოვიკვლიო და მერე დავალაგო და ისე მოგაწოდოთ, არ მოგერიდოთ არც ერთი წამით, არ იფიქროთ რომ უხერხულია, არ არის, კომენტარებში დაწერეთ. ასევე თუ რამეს არ დაეთანხმეთ, რაღაცა ზედაპირულად იყო, რაღაცა სხვანაირი კუთხიდან შეიძლება იყოს დანახული, ეგეც დაგვიწერეთ, შეუმცდარი არავინ არის და პირიქით გვინდა რომ დისკუსია გავაჩაღოთ. დროებით.